საბავშვო ბიბლია წარმოგიდგენთ, როცა ღმერთმა შექმნა ყოველივე. ვინ შეგვქმნა? ბიბლია ღმერთის სიტყვა. გვეუბნება თუ როგორ დაიწყო ადამიანთა მოდგმა. დიდი ხნის წინათ ღმერთმა შექმნა პირველი ადამიანი და უწოდა სახელად ადამი. ღმერთმა ადამი მიწის მტრისაგან შექმნა. როდესაც ღმერთმა ადამს სიცოცხლე შთაბერა, ის გაცოცხლდა. მან დაინახა, რომ შვენიერ ბაღში სახელად ედემში იყო. ადამის შექმნამდე ღმერთმა მშვენიერი სამყარო შექმნა, რომელიც საოცარი ქმნილებებით აავსო. ნაბიჯ-ნაბიჯ ღმერთმა შექმნა მთაგორიანი ადგილები და დაბლობები, სურნელოვანი ყვავილები და ლამაზი ხეები, ლამაზ-ფრთიანი ფრინველები და მობზუილე ფუტკრები, წყალში მოთამაშე ვეშაპები და სრიალა ლოკოკინები. ფაქტობრივად, ღმერთმა შექმნა ყველაფერი, რაც არსებობს ყველაფერი. თავდაპირველად, სანამ ღმერთი რაიმე შექმნიდა, ღმერთის გარდა არაფერი არ არსებობდა. არც ადამიანები, არც ადგილები, ან საგნები, არაფერი, არც სინათლე და არც სიბნელე, არც მაღლა და არც დაბლა, არც გუშინ და არც ხვალ. იყო მხოლოდ ღმერთი, რომელსაც არ ჰქონდა დასაწყისი. შემდეგ ღმერთმა იმოქმედა. თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა. ხოლო მიწა იყო უსახური და უდაბური, ბნელი იდეობს კრულზე. მაშინ თქვა ღმერთმა, იყოს ნათელი. დაიქმნა ნათელი. ნათელს ღმერთმა უწოდა დღე და ბნელს უწოდა ღამე. იყო საღამო, იყო დილა, პირველი დღე. მეორე დღეს ღმერთმა შეაგროვა ოკეანეების, ზღვების და ტბების წყალი ცის ქვეშ. მესამე დღეს ღმერთმა თქვა, გამოჩნდეს ხმელეთი და იქმნა ასე. ღმერთმა ასევე აღმოაცენა ბალახები და ყვავილები, ბუჩქები და ხეები და იქმნა ასე. იყო საღამო, იყო დილა, მესამე დღე. მაშინ ღმერთმა შექმნა მზე და მთვარე და იმდენი ვარსკვლავები, რომ არავის შეუძლია მათი დათვლა. იყო საღამო, იყო დილა, მეოთხე დღე. ღმერთის სიაში მომდევნო წყლის სულდგმულები, თევზები და ფრინველები იყო. მეხუთე დღეს მან შექმნა დიდი ხმალთევზა და პატარა სარდინები, გრძელ ფეხებას სირაქლემები და მხიარული პატარა კოლიბრები. ღმერთმა შექმნა ყველა სახის თევზი, რომ აევსოთ ქვეყნის წყლები და ყველა სახის ფრინველი, რომ დამტკბარიყვნენ მიწით, ზღვითა და ცით. ამის შემდეგ თქვა ღმერთმა, წარმოშვას მიწამ სულდგმული. წარმოიშვა ყველა სახის ცხოველი, მწერი და ქვემძრომი. იყვნენ სპილოები, რომლებიც მიწას აზანზარებდნენ და საქმიანი თახვები, ცელქი მაიმუნები და ტალანქი ნიანგები, დახრილი ჭიები და ტუტუცი ბურუნდუკები, ზოზინა ჟირაფები და კრუსუნა ფისოები. ყველა სახის ცხოველი შექმნა ღმერთმა იმ დღეს. იყო საღამო, იყო დილა, მეექვსე დღე. ღმერთმა რაღაც სხვა გააკეთა მეექვსე დღეს, რაღაც ძალიან განსაკუთრებული. ყველაფერი მზად იყო ადამიანისთვის. მინდვრებში საკვები იყო და ცხოველები მის სამსახურში და თქვა ღმერთმა, გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად. ეპატრონეს ყველაფერს, რაც ქვეყანაზეა. მაშასადამე ღმერთმა კაცი თავის ხატად შექმნა. თავის ხატად შექმნა იგი. ესაუბრა ღმერთი ადამს, ჭამე, რაც გინდა ბაღში, მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო. თუ იმ ხის ნაყოფს შეჭამ, ნამდვილად მოკვდები. და თქვა უფალმა ღმერთმა, არ ვარ ადამის მარტოყოფნა, გავუჩენ შემწეს. მიჰგვარა ღმერთმა ყველა ფრინველი და ცხოველი ადამს. ადამმა ყველა მათგან სახელი დაარქვა. ეს რომ გააკეთა როგორც ჩანს, ის ძალიან ჭკვიანი იყო. მაგრამ ყველა ცხოველსა და ფრინველს შორის არ აღმოჩნდა ადამიანის შესაფერისი პარტნიორი. ღმერთმა ღრმა ძილქუში მოჰგვარა ადამიანს. ღმერთმა მძინარე კაცს გამოუღო ნეკნი და დედაკაცი შექმნა ადამიანის ნეკნისგან. დედაკაცი, რომელიც ღმერთმა შექმნა, სრულიად შესაფერისი პარტნიორი იყო ადამიანისთვის. ღმერთმა ყველაფერი 6 დღეში შექმნა. მაშინ აკურთხა ღმერთმა მეშვიდე დღე და იგი დასვენების დღე დააქცია. ედემის ბაღში ადამიანს და ევას, მის ცოლს ღვთის მორჩილებით სრულყოფილი ბედნიერება ჰქონდათ. ღმერთი იყო მათი უფალი, მათი შემწე და მათი მეგობარი. ამინ.
ღმერთმა იცის, რომ ჩვენ გაგვეკეთებიათ ცუდი რამეები, რომლებსაც ის ცოდვას უწოდებს. ცოდვისთვის სასჯელი სიკვდილია. ღმერთს იმდენად ვუყვარვართ, რომ მან ჯვარცმისა და ჩვენი სასჯელის გამოსასყიდად გამოგზავნა თავისი ერთადერთი ძე იესო. იესო აღდგა და დაბრუნდა სასუფეველში. ახლა ღმერთს შეუძლია, რომ მოგვიტევოს ჩვენი ცოდვები. თუ გინდა რომ ზურგი აქციოს შენს ცოდვებს, უთხარი ღმერთს, უფალო ღმერთო, წამს რომ იესო მოკვდათ შემთვის და ახლა ისევ ცოცხლობს. გთხოვ შემოდით ჩემს ცოდვებში და მომიტევეთ ჩემი ცოდვები, რათა ახალი ცხოვრების დაწყება შევძლო. შემდეგ კი მუდამ შენთან ვიყო. შემეწიე, რათა ვიცხოვრო შენთვის, როგორც შენმა შვილმა. ამინ. იოანე 3:16. იკითხე ბიბლია და ესაუბრე ღმერთს ყოველ დღე. როდესაც ღმერთმა შექმნა ყოველივე, ამბავი ღმერთის სიტყვებიდან, ბიბლიიდან გადმოცემულია დაბადება. პირველი იორთან. შენი სიტყვების კარიბჭე შობს ნათელს. ფსალმუნები 119:130. ავტორი ედვარდ ჰიუსი. ტექსტს კითხულობს გიორგი ოდიშელიძე. კონტაქტისთვის დაგვიკავშირდით 3w.bible4children.org. ამბავი პირველი 60-დან.